Kalbotonebo და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგი ეპიზოდიდან. სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. და დღეს მოვლენა არ არის, თუმცა მე მინდა ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია განვიხილო ერში. და ზოგადად არა მარტო ერში, არამედ მე ვიტყოდი რომ მსოფლიოში. რადგან ეს პროფესია თავისი მნიშვნელობით უტოლდება ქირურგებს, მაშველებს, მეხანძრეებს, პირველადი დახმარების ბრიგადის წევრებს, სპეცრაზმელებს. როგორც მიხვდებოდით, მე რა თქმა უნდა ვსაუბრობ რეპერობაზე. არა ჩვეულებრივ რეპერობაზე, არამედ PvP flow ბეთლების რეპერობაზე. ვინც იმდენად ბედნიერი ადამიანი ხართ, რომ ეხლა დაფიქრდით რაზეო, დღეიდან აღარ იქნებით ბედნიერები, რადგან მე ვაპირებ გაგაცნოთ ეს სფერო, ეს სტილი ზოგადად. ასე რომ მოდით დავიწყოთ ამ სტილის და ამ ზოგადად კონცეფტის ახსნა. რაში მდგომარეობს? აი აქ თქვენ ხედავთ, მე მინდა გაჩვენოთ ფინალი, ანუ ეს არის საუკეთესო. არსებობს ხალხი, რომლებიც ფინალშიც ვერ მოხვდნენ. ამას აკეთებ PvP flow ბეთლერი რეპერი ხარ და ფინალშიც ვერ ხვდები. ეგეთი ხალხიც არსებობს და თან ბევრნი არიან. მოკლედ ეს არის ფინალი, ანუ ეს არის საუკეთესოთა შორის საუკეთესოების ბრძოლა. მარცხნივ ხედავთ ორ ადამიანს, მარჯვნივაც ხედავთ ორ ადამიანს, პირისპირ დგანან ერთმანეთის წინააღმდეგ და მათი მთავარი ამოცანა 25 წუთის მანძილზე გახლავთ ის, რომ ერთმანეთს პენისი ეძახონ, ოღონდ გარითმულად. რითმის გარეშე არ დაიშვება, ან მხოლოდ რითმაში უნდა ჩაჯდეს შენი მოწინააღმდეგესთვის პენისის დაძახება. აი ეს არის მთელი კონცეფტი. და მოდით ჯერ ვუყუროთ ხომ? განვიხილოთ რამოდენიმე წუთი და რამოდენიმე წამი არ ვიცი ვნახოთ. Skačemთან ბეთლი მოგიწია დიდი დოზი ტრილოგია არ ვიცი მე შეხარ ჩემი ლიჩნი პოზი. და საზოგადოება შვიდადა. შეხარ ჩემი ליჩნი პოზი. ლიჩნათა ძმაო მე ვერავინა ვერ შემეხება ლიჩნათა მე ლიჩნათა გეუბნები რომ ჩემი ლიჩნი ბოზი ხარ იცოდ. აი ეს არის ამ სფეროს ერთ წინადადებიანი თუ ერთ კუპლეტიანი ახსნა. შენა ხარ ჩემი ლიჩნი ბოზი, მე შემდეგ მათი ჯერი რომ მოვა ისინი ეუბნებიან რომ მე არა ვარ შენი ლიჩნი ბოზი, შენ ხარ ჩემი ბოზი. მე ვარ კალა ტოზი. შენ ხარ ჩემი ლიჩნი ბოზი. გავაგრძელოთ. მერე მისი აღება, სადაც არ არის პანიკა მისული ქიმალება რინგი. თქვენი აზრით ვის დაურეკავდა KFC, გათამივარ რეკლამო ხო არა ვარ ბეისებში. სხვა შორის მთავარი პრიზი დამავიწყდა, მეგობრებო, ახლა ამაზე გამახსენდა, რომ ვის დაურეკავდა KFC-ო და მთავარი პრიზი მოგებულს ხვდება რა იცით? McDonald's-ის რეკლამების სახე ხდება. წინა წელს ეგრე იყო ყოველ შემთხვევაში. ვინც გაიმარჯვა, თუ არ ვწდები გაიმარჯვა, თუ არ გაიმარჯვა, ის გახდა McDonald's-ების რეკლამის სახე, აი ეს. იცოდერო MC Crispy მუდამ თავარ როლში. შუა ქუჩაში დავდივარ ზუსტად როგორც გორში. სულშემჭამე აღარა აფაბუკი. არ მინახავს პური მე ასეთი პაბუკი. აი ეს არის მთავარი პრიზი ამ შეჯიბრების. ამისთვის იბრძვიან, რომ იცოდეთ. რომ შემდეგ გამარჯვებულ შეხვდება 4 ცალი Mac Crispy და 15 Coca-Cola. MC Crispy. MC Crispy ყავდა 2025 წელს ყველაზე საუკეთესო რეპერი. 2026 წელს ვინ გახდა? არ ვიცი. ამ ვიდეოში გამარჯვებული გახდა საუკეთესო რეპერი, flow battler რეპერი.
მაგრამ წინა წელს ესეთი პრიზი იყო, რომ ხდებოდი შენ McDonald's-ის ჰამბურგერის დამრეკლამებელი. თუ ვინმეს ეჭუგეპარებათ, რომ მე ახლა მომივა ამადგან წერილები, რომ შენ ძმა რებს ბაზრობ ჩვენზე. მე არ მეპარება ეჭვი. მე მართლა ვიცი, რომ მომივა ეგეთი მესეჯები, რომ შენ ძმა რები ბაზრი წამო, აბა ქუჩაში გავიდეთ. Mac Crispy და რაღაცა Mac Rapper Flow ბეთლერები მომწერენ, რომ შენ ძმა ვიზე რა თქვი? შენ ჩემი სახელი არ გაგიგია ბიჭო, წადი გამიკითხე ძმა, ვარანცოვზე გამიკითხე, Mac Flow Rapper ბეთლერი ვარ ბიჭო. ვინმეს რამე არ შეგეშალოთ, Mac Flow Rapper ბეთლერი გაიკითხე ძმა, ვარანცოვზე ყველა მიგასწავლის ჩემს სახელს ძმაო. აი ეს არის მთავარი პრიზი, მთავარი პრიზი. Mac Crispy ერთ ცალი ველოსიპედი და ერთ ცალი ხურჯინი McDonald's-ის ლოგოთი. აი ეს მოიგეს წლევანდელმა რეპერებმა. დაგასპოილეროთ, დაგაინტერესათ, ვინ მოიგო? მიშა, გთხოვ, გითხარი, გეხვეწები, გითხარი, ვინ მოიგო? არა, არ გეტყვით, უნდა გაწვალოთ. მოგება გადაავადა, სესხი გადაავადა. და აი აქ ხალხი უდგას უკან, რომლებსაც რეალურად განცდები აქვთ ამ ტექსტებზე. აი ახლა ეს ადამიანი ეუბნება, რომ ერთ-ერთზე ბეთლი მინდაო ხო მითხარიო შენო მეო, ანუ ერთ-ერთზე ხო გამომიწვიო და დარწმუნებული ვარ, რომ უკან ხალხი ვინც უდგას, ესენი განიცდიან, რომ ჰოიმე, რა მაგრად უთხრა ერთ-ერთზე თუ გინდაო ერთ-ერთზე ვიბეთლაოთო. PvP ბეთლე ფრისტაილერ რეპერობაში შემეჯიბრეო, აბაო. წარმოიდგინეთ, რომ ზრდი შვილს 20 წელი აჭმევ, ასმევ. აი ეს ხუმრობებს უჩითავ, რომ ამ ამაზ მგელო და თელფულს ახარჯავ 17 წლის ასაკში მანქანა უყიდე უკვე. სათევზაოდ დაგყავს, რომ მამაშვილური კონტაქტი შეინარჩო. მგელი მეზრდება მგელი და ერთ დღესაც მოდის სახლში და მამა მე PvP flow battle master-ი ვარ. გეუბნება. აი რითიც ემდით quit to dubbing-ით. აი ეს ორი ვარიანტი გვაქვს მართლა. მე quit ვცემდი. ჩემი შვილი რომ მოვიდეს და მითხრას რომ მამა PvP flow battle rapper-ი ვარო და freestyler-ი ვარო. ხოდა, კაი გავაგრძელოთ. აი მე მაინტერესებს აი ხელები ხო ჩანს. ანუ პირად ადამიანებზე რო არ ვისაუბროთ, კაცო, აი აქ ვიღაც ხელები ხო ჩანს. რომელიც აი კიდან ესე შორს დგას, თან შორს დგას. ჯერ ამაზე ხარ მისული და მე ისიც წინარიგებშიც ვერ მოხდიან, შორს დგახარ. და შორიდან იქნევ ხელებს ეს. აუ, საღოლ. რა უთხრა, ჩემი ბოზი, ჩემი ნაშახარო ამ ტერიტორიაზე, ხო? ხოდა. მე მაინტერესებს აი ეს ადამიანი სად მუშაობს. აი როგორ გგონიათ? რამდენად წარმატებული კარიერა გააჩნია ამ ადამიანს, რომელიც მისულია PvP flow battle freestyle 2026-ზე და წინარიგებშიც ვერ მოხდა. შორს დგას და შორიდან იქნევს ხელს, რომ აუ მაგარიაო ძმაო, მაგრად მისწორდებაო. აი სად უნდა მუშაობდეს? აი ეხლა ჩამოვიდა გემიდან, 4 წელი წასული იყო იმების და კრევეტების დასაჭერად და დღეს ჩამოვიდა და დღეს გაეჩითა რაღაცა კრება ხდებაო და მოვიდა ამ კრებაზე და შორს დადგა და იქნევს ხელს. აუ მაგარია. აი სხვა პროფესიას ვერ მოუფიქრებ ადამიანს და განაშეურაცხყოფას ვაყენებ მაგ პროფესიას, კაცო, ძალიან რთულია და თან ძალიან კარგად გამოიმუშავებენ, მაგრამ მე უბრალოდ ვერ ხვდები ადამიანის ინტერესს, ახალგაზრდა კაცის ინტერესს, რომ მივიდეს და უყუროს 4 ადამიანი ერთმანეთს პენისებს როგორ ეძახიან რითმებში. და აი რომ მთელი გულით გაინტერესებს და ეჭვიც არ მეპარება, რომ ამათ ბილეთები ნაყიდი აქვთ.
აი ფულს აგროვებდნენ ბილეთებისთვის, რომ მისულიყვნენ და აუ ეხლა დღეს ტაჰა ძმაო ისე დაუძახებს იმათ პენისებს და აქ რო გეკამათებია, არა, დღეს ეს მეორე მხარე ძალიან ძლიერია, ძალიან კარგად არის მომზადებულები. ამას განიხილავთ. მე იტყვით, რომ ისე ევროპა გვინდა. ევროპა კი არა, თქვენ გინდათ ციმბირი. აი ციმბირში გაგიშვებთ, აი ყველას. აი აქ ვინც იმყოფება, ყველას ციმბირი. ან მონასტერი. ან მონასტერში წახვალთ და დაფიქრდებით ცხოვრებაზე, ან თუ უარს იტყვით მონასტერზე, ციმბირი ეგრევე. ეხლა მინდა გადავიდეთ იმ მომენტზე, ზოგადად რის გამოც ვუყურე ამ კლიპს. რადგან ეს ერთი მომენტი მხვდებოდა TikTok-ზე ბევრჯერ და რავი, მართლა ძალიან ცუდად მომხვდა რა, იმიტომ რომ ქალების ჩაგვრას ნამდვილად არასდროს ვემხრობი, ამ ქალებზე ღადაობას კი ბატონო. ტაჰას დემონსტრაციები ბაგირასთან ნიჭის ტაჰა მთელი პრაიმ ჰაუსის წყლის გემო იცის სუბრას პრაიმ აი ეს სტროფი რომელიც ამათ შეიძლება ჩვეულებრივად ერთი სტროფია, მაგრამ ამ სტროფს შეუძლია რომ ადამიანის ცხოვრება დაუნგრიოს რეალურად, იმიტომ რომ უყურეთ რა ხდება. ბაგირაზე ნიჭის ტაჰამ მთელი პრაიმ ჰაუსის ყლის გემო იცის. ეხლა აქ რა ხდება, რომ ბაგირა არის გოგო, რომელიც იყო ამ ტაჰას მეორე ბიჭის შეყვარებული და რა იგულისხმება ამ სტროფში, რომ ანუ ბაგირამო ამ გოგომო მთელ პრაიმ ჰაუსს ყლე მოუწოვაო და მერე ტაჰა შეყვარებული გახდაო, ტაჰა მაკოცაო და ანუ ტაჰამ გაიგო ყველას ყლის გემო და ამას იძახიან გოგოზე, რომელიც აბსოლუტურად არაფერ შუაშია, ხო? და ვიღაც ყოფილი შეყვარებულია. და იქ ხალხი დგას და ვაუ, მაგარი იყო, ჩემი კაი მოვტყანი, ჩემი კაი. იმის გამო რომ რაღაცა კროკობეთიდან 16 ფრისპინი მოვიგოთ თუ მაკდონალდსის მიმტანები გავხდეთ, იმიტომ რომ ხო ეგ გაქვთ მთავარი პრიზი, რომ მაკდონალდსის მიმტანები ხდებით, ვინც გამარჯვებული გახდებით. მაგის გამო ვამცირებთ აბსოლუტურად არაფრის შუაში მყოფ გოგოს. იგი მინეტებს უკეთებდა მთელ პრაიმ ჰაუს, მაგი გამიგია, ნახევრის მეტი ბოზია. ვინც გუყურებს ნახევრის მეტი ბოზია, ეგ არის. და აი აქედან გაკვეთილი მინდა გამოიტანოთ ახალგაზრდებმა, რომლებიც აბსოლუტურად მეამიტი და დებილები ხართ, რომ არასდროს არ დაიწყოთ აი რაღაცა შეყვარებულობანების თამაში ონლაინში და არ დაიწყოთ ერთმანეთთან ფოტოების და ვიდეოების გამოქვეყნება. იმიტომ რომ ყველა დაასრულებთ ესე. აი აბსოლუტურად ყველა. მესმის რომ ეხლა რომ შეყვარებული ყავთ და ფიქრობთ რომ ჩვენ საუკეთესო წყვილი ვართ, ჩვენ არასდროს დავშორდებით. მაგისი 100% გჯერათ, მაგრამ ყველა დაასრულებთ ესე. აბსოლუტურად ყველა. დღეს ფიქრობთ რომ ჩვენ წყვილს ვერაფერი დააშორებს. მაგრამ გავა 2-3 წელი დაშორდებით ერთმანეთს და მერე აი ესე ამოგივარდებათ თქვენი წარსული. და ეხლა Google-ში რომ მოუძებნოთ რომელიმე სახელი, ამოვარდება ერთმანეთთან გადაღებული ბედნიერი ფოტოები და ვიდეოები, რომ შეხედეთ მე და ჩემი შეყვარებული როგორ კარგად ვერთობით. ჩვენ დღეს ყვარელში ვიყავით, თქვენსად იყავით, ჩვენ საუკეთესო წყვილი ვართ, არასდროს დავშორდებით. და გადის მე 1 და 2 წელი და ვიღაცა გეუბნება, რომ ბიჭო, აბა რა შვები, ის მინეტშიც ყლექალა როგორ არის, მაგის დედა შევიც და შენც გახარ აქ და მაგის დედა მოვტყან. და ამ დროს ის გოგო რა შვება? იმ გოგოს რა ფიქრები უნდა ქონდეს, ან იმ გოგოს ოჯახის წევრებს რა ფიქრები უნდა ქონდეთ? ჯერ რა თქმა უნდა თავისი ბრალია კაცო, მაგ გოგოს ბრალია, რეპერი შეყვარებული რო ხარ და ყველგან რო დებ ფოტოებს და ვიდეოებს რო მე რეპერი შეყვარებული, რეპერის არა, იმის ბიტბოქსერის შეყვარებული გახდი და აი ვაფშე საკაიფო წაგივა ცხოვრება დეა. აი ადამიანი გაიცანი, სიმპათიური მამაკაცია, რა ვიცი, საინტერესო მოსაუბრეა. გართობს
თან შესაძლებლობაც აქვს რომ ნებისმიერ რამე აგისრულოს, კულტურულად კარგად გექცევა და შემდეგ სოციალურ ქსელში ძებნი და ადამიანი ხვდება ვიდეოებით რომ და შენ მაინც ფიქრობ რომ კიო, მაინც კარგი ადამიანიაო და მოდიო ამის შეყვარებული ვიქნებიო და დავდოთო ერთადო ფოტოები და ვიდეოებიო. რა ვყო ახლა? ვის დავაბრალოთ? არავის რა თქმა უნდა. ჩვენ აბსოლუტურად ყიდია რა საკვირველია. ასე რომ გაითვალისწინეთ ბავშვებო რა რომ არ ხართ თქვენ განსაკუთრებულები, არ არის თქვენი წყვილი განსაკუთრებული. ყოველთვის გეუბნებით ხოლმე რომ ყოველთვის დაშორდებით. უბრალოდ მათემატიკიდან გამომდინარე. თორემ მე კი არ გისურვებთ რამე ცუდს, მათემატიკა გეუბნებათ მაგას რომ ყოველთვის დაშორდებით. და თქვენ მაინც ერთად აქვეყნებთ ფოტოებს, ყველა ვიდეო ერთად გაგვთ გადაღებული და გგონიათ და რეალურად გჯერათ რომ ჩვენ საუკეთესოები ვართ, ჩვენ ხომ არასდროს დავშორდებით. ის სხვები ისინი ვერ უძლებენ ცხოვრებას, მაგრამ ჩვენ გაუძლებთ. არა, ვერც თქვენ გაუძლებთ ცხოვრებას და რეალობა დაგატყდებათ ძალიან მალე და ყველა ადამიანი შესაძლებელია რომ გაბოროტდეს და მე აი ესეთი რაღაცები იძახონ თქვენზე. ასე რომ დაიმახსოვრეთ, ძალიან გთხოვთ რომ არასდროს არ გამოაქვეყნოთ თქვენ შეყვარებულებთან ერთად ფოტოები და ვიდეოები, რადგან დაშორდებით და მე ერთმანეთზე ცუდ რაღაცებს იტყვით და არც ერთი თავმოყვარე კაცი არ მოგიყვანთ ცოლად ისეთ გოგოს, რომლის სახელსაც თუ ჩაწერ Google-ში, აგდებს მის ყოფილთან ერთად როგორ ერთობოდა. ანუ ცოლი ყავს სახლში გიზის, აი ხა აქ რო გოგო მეჯდეს, ჩემი ცოლი იყოს, ბავშვს უვლიდეს და ამის სახელი რო ჩაწერო Google-ში, აგდებს თავის ყოფილთან ერთად როგორ ერთობოდა. ვაუ, მაგარია. და გონიათ რომელიმე თავმოყვარე კაცი მაგას შეეგუება? არა, არავინ შეეგუება. და ფემინისტები გაჯერებენ რომ ეგ იმიტომ რომ ის თვით შეფასება გაგვს დაბალი, თვით შეფასება. ნუ ინგრევთ ჩემოსაყვარლებო ცხოვრებას. მესმის რომ 20 წლისები ხართ, მესმის რომ გგონიათ რომ ყველაფერი იცით, მესმის რომ გგონიათ რომ თქვენ შეყვარებულთან ერთად მთელი ცხოვრება იცხოვრებთ და 10 შვილი გეყოლებათ და 15 ძაღლი და სახლს თქვენი ხელით ააშენებთ. არა, ვერ ააშენებთ. არ გეყოლებათ მაგდენი შვილი. დაშორდებით 1-2 წელში. და მე დედის ტრაკის გინებას დაუწყობთ ერთმანეთს. ყოველთვის ეგრე ხდება, დამიჯერეთ რა. წავით, დავიშალეთ, კოცნეთ, მიყვარხართ ჩემი გამომწერები. წავით.